ყველას თავისი საფეხური აქვს განვითარების, ყველას თავისი სიხშირე აქვს, ყველას თავისი ეტაპი აქვს. ჩარევა არ არის საჭირო, სანამ არ გთხოვენ, როცა მოგმართავენ და პირდაპირ გეუბნებიან დამეხმარე ან მირჩიე. თუმცა რჩევებს ასე თუ ისე არ ვიძლევით. თუ გთხოვენ, შეგიძლიათ თქვენი აზრი გაუზიაროთ, თქვენ როგორ მოიქცეოდით ამა თუ იმ სიტუაციაში. პროცესებში ჩარევა, რაღაცის შეცვლა, ელაპარაკო როგორ არის საჭირო ამის გაკეთება არ ღირს. ადამიანი იმყოფება თავის დონეზე, ის რაც მას სჭირდება. მე შემიძლია ვთქვა ის რაც მე გავიარე და გამოვცადე. სხვისთვის სხვანაირად იქნება. ყველანი სხვადასხვანაირები ვართ, ყველას თავისი სცენარი აქვს. ვიღაცას თავს მოახვიო შენი სამყარო არ არის საჭირო, არასწორია. შენი გამოცდილება სხვას მხოლოდ მაგალითად გამოადგება. ის იგივე სიტუაციაში ისე მოიქცევა, როგორც თვითონ თვლის საჭირო და ეს იქნება მისთვის იმ დროს, იმ წუთას მნიშვნელოვანი, რაც მან უნდა გაიაროს გამოცდილების სახით. ყველას ბარგი აბსოლუტურად სხვადასხვანაირია. ზოგი მოვიდა დიდი სიყვარულით, რომლის გამრავლებაც უნდა ისწავლოთ ხმით, მოქმედებით, შემოქმედებით. ჩვენ აქ ყველა ჩამოვედით ამ გადამსვლელ ეპოქაში. ძველი სულები, ჩვენ ვართ ხიდი წინა განზომილებასა და ახალ განზომილებას შორის. მე რასაც ვავრცელებ, ის ერთ ადამიანს მაინც თუ გამოადგება, ესე იგი ტყუილად არ მიშრომია. რაღაცას რომ ვაზიარებ, ყოველთვის ვკითხულობ, ეს ვინმეს გამოადგება? სწორია მის გაზიარება? პასუხისმგებლობა. ყველა პოსტი სიყვარულში და თანაგზნობაშია გატარებული. თანაგზნობაში და არა სიცოცხლეში. სხვადასხვა თვითონ სიტყვებიც როგორ ჟღერს, მეწოდება და ვუთანაგზნობ. ვინც ცდილობს გამოიწვიოს სიცოცხლე, მათ ჯერ თავიანთი თავი არ აღმოუჩენიათ. იმყოფებიან იმ დონეზე, სადაც არის გაყოფა. როცა ადამიანი გაცნობიერებულია, მას არ ეწოდება არავინ, მან იცის, რომ თავისი სიცოცხლით ადამიანს მხოლოდ ამცირებს, დაბლას წევს. აი მაგალითად ხშირად ჯგუფში უშვებენ ხოლმე პოსტებს ფულად დახმარებაზე. შლი თითქმის ყველა შეიძლება ერთი ან ორი მქონდეს დაშვებული, ან ისიც არ მახსოვს. ფულის მიცემით ის გამოტოვებს ძალიან ღრმა პროცესს. ეს ფული თვითონ როგორ გამოიმუშაოს. არის ანკესი, არის თევზი. როცა ვაძლევთ თევზს, მან არის ის პროცესი ამ თევზის მოპოვების და ის ტოვებს ძალიან მნიშვნელოვან ფენას, ასპექტს, რომელიც არ მიიყვას მას გაცნობიერებამდე. როცა ჩვენ ვიცოდებ და მას ვაძლევთ გამზადებულ შედეგს, ჩვენ მას თავისი არსით ვქმნით სუსტად. ჯობია მისცეთ შესაძლებლობა, მიეცით შესაძლებლობა რეალიზდეს თავის ტალანტებში, უეჭველად ექნება არაერთი ნიჭი. რამდენი ადამიანი მღერის და უკრავს ქუჩაში. ძირითადად ახალგაზრდები. ახლანდელი ახალგაზრდები 90-იანი წლების შემდეგ დაბადებულები, მათ უკვე ჩაშენებული აქვთ ბადე ქრისტეს ცნობიერების. უაქტიურდებათ მალე. ეს ის დროა, როცა დედამიწაზე უკვე ახალი ენერგიები წამოვიდა. 2000 წლის შემდეგ ინდიგო ბავშვები იბადებიან, 2013 წლის შემდეგ კრისტალური ბავშვები იბადებიან, 2020 წლიდან უკვე წმინდა სულები ჩამოვიდნენ. წინა ცხოვრებაში ამაღლებული ოსტატები, მასწავლებლები, ყველა წმინდანები დაიბადებიან ახლა. ეკლესია, ჩვენი და სხვა რელიგიები, ეს არის იმედი და რწმენა. როცა სუფთა ცოდნა გაქვს, იქ უკვე რელიგიები მიდიან. იქ უკვე აღარ არის გაყოფა რელიგიებად. ყველა ერწყმის ერთმანეთს. არსით ყველა რელიგია რომ შეისწავლოთ, აზრი ყველას ერთი აქვს. ყველას მიყავხართ წყაროსთან, ოღონდ იქ არის გაყოფა, კარგზე და ცუდზე, ნათელზე და ბნელზე. რატომ? გარკვეული საფეხურია გარკვეულ დონეზე. როგორც ტვინი იყოფა ორად. მარჯვენა ნახევარი სხეული კაცის მხარეა, რომელსაც ადრეც ვთქვიეს, რომელზეც კაცის მარჯვენა მხარე სხეულის ტვინი ის მარცხენა ნახევარსფერო აგებს პასუხს და პირიქით ქალი არის სხეულის მარცხენა მხარე, გული უფრო მარცხნივარი და
ტვინის მარჯვენა ნახევარსფერო აგებს პასუხს მასზე. ორივე უნდა შეაერთო და მაშინ გამოდის შერწყმა ქალურის და კაცური ასპექტის. მარცხენა ნახევარსფერო კაცური ის იმყოფება გაყოფილ ცნობიერებაში. კაცურ ასპექტს არ აქვს ერთიანობა. მარჯვენა ნახევარსფეროში არის ერთიანობა და ჩვენ უნდა გავაერთიანოთ ისინი. მხოლოდ სინქრონში შეუძლია შობონ მესამე. მესამე ეს არის სული წმინდა, ვინც უკვე გახდა მთელი სტრუქტურა. მაღალი ძალები არ იყოფებიან სქესებად, ისინი უკვე უსქესო არსებები არიან, უფრო მაღალ განზომილებაში. კი, კაცისთვის უფრო რთულია. ქალები უფრო მარჯვენით ცხოვრობენ, ანუ მარჯვენა ნახევარსფეროთი, მათ უკვე აქვთ ეს ქალი უკვე მთელია, ის შეერთებულია ღვთაებრივად, მას აქვს ცნობიერების ერთობა. ხო, ზოგს გახსნილი აქვს, ზოგს ბოლომდე ჯერ არ აქვს გახსნილი. გული უფრო ქალურია, თუმცა მას არ შეუძლია კაცურის გარეშე. როცა ქალი აღმერთებს თავის კაცს, კაცი იხსნება, მას უაქტიურდება მარჯვენა ნახევარსფეროს, ანუ ტვინის მარჯვენა ნახევარსფერო, ხდება შერწყმა და კაცი ხდება რეალიზებული. ვინ მისცეს, ვინ აიღოს? ასე არა, შერწყმა უნდა იყოს სინქრონული. ქალი ადიდებს, აღფრთოვანებულია, კაცს უნდა აკეთებს ყველაფერს და ის ამაში იზრდება. თუ კაცით არ აღმერთებს თავის ქალს, არ ზრუნავს, ის არარეალიზებული იქნება. ისიც იძლევა. საერთოდ კაცი იძლევა, ქალი ღებულობს და ამიწებს. ამიტომ ყველაფერი ერთად უნდა იყოს. ღმერთმა იცის, რომ მისი სამყარო იქმნება ფიქრებისგან და ემოციებისგან. როცა შერწყმებით ღვთაებრივ საწყის, მე ხვდებით, რომ მე ვარ შემოქმედი. მთავარია სინდისი, რომელიც არის პირდაპირი კავშირი ღვთაებრივად. სინდისს ეძახიან, ხო, იგივე ღმერთს. როცა ჩვენ სხვას ვექცევით როგორც საკუთარ თავს, ჩვენს თავებს არ ვავნებთ, არ ვფიქრობთ მასზე ცუდს, არ ვეუბნებით ცუდს, ყველაფერი ღვთაებრივი პრიზმიდან გამოდის.